ვერისუბნის მელოდიების ესე ვთქვათ ქუჩის ვერსია, იმიტომ რომ ქუჩაში ტარდება სპექტაკლი. რთულ პირობებში ვარ ნამდვილად ძალიან. აქ ვერისუბნის მელოდიებში არის ძალიან ბევრი ცეკვა და სწორედ აქ ორი გამოცდილება დამეხმარა მე რომ რაღაც უფრო კომფორტულად მეგრძნო თავი ცეკვავარ სკოპში, თუმცა სულ სხვანაირი მიმდინარეობა არის ცეკვების, აქ არის თანამედროვე ცეკვები და სულ სხვა კუნთები მუშაობს, ამიტომ ყველანაირად დაღლილი მაქვს ყველა კუნთი. ძალიან ბედნიერი ვარ და ცეკვებს ვიწყებ და მე უკვე აღარა ვარ ბედნიერი. საკმაოდ ცეკვები დავიწყე. ადრე თუ რაღაცა ისეთი ვიყავი ცოტა რაღაც ხალისიანი და უკარგი ხალისით ყველაფერი. ძალიან ცუდათაა. მიშველი. ძალიან ბევრს შრომობს, ბევრს წვალობთ ერთად. აქედან გამომდინარე არ არის გასაკვირი რომ ცოტა გაუქრა ღიმილი. ახლა ირთვება სხვა კუნთები და მოკლედ თავიდან მტკივა ყველაფერი და თავიდან გამოდის რომ ყველაფერს თავიდან ვსწავლობ. ჩემთან ერთად ვსწავლობ. ჩემნაირად ანუ დროით ვერ არის კარგად. შურს უკვე. ეს არის რადიკალურად განსხვავებული იმისგან, რასაც მე სცენაზე ვაკეთებ, ცოტა რაღაცნაირი ცეცხლოვანი, რაღაცნაირი გიჟური. თუ ჩვენ დავრჩით პროექტში ჩემი აზრით სოფო ძალიან საინტერესო ნომრებს შესთავაზებს და 95-106 ვარ დავადებული და რაღაცნაირად მან ამოიღო ეს ნომერი და ავიცი იმედია იღბლიანი აღმოჩნდება. თუ მოეწონებათ ჩვენი ცეკვა ატომაც არა დაგვიმესიჯონ. ცეკვავენ ვარსკვლავებმა დაგვაშორა მე და ოთო ერთმანეთს და არ დაგვაყენა ერთად და ამიტომ გაბრაზებულები ვარ. გაბრაზებულები. ამ პროექტში ჩვენ ვართ ერთად. რა თქმა უნდა. ოთო შენ და ძალიან გვიხარია, ჰა? შენ ანუ ხო და ისე გამოდის რომ მისი ნომერი არის 105 და ჩემი ნომერი არის 106. ამიტომ ორივეს დაგვიმესიჯეთ. მე ნანახი მაქვს ამ მიუზიკლებში რა შეუძლია სოფოს, ამიტომ 95-106 დაიმახსოვრეთ ყველამ და აუცილებლად დაუმესეთ მართლა გეუბნებით, იმიტომ არა რომ სოფო ჩემი მეგობარია, მართლა ძალიან მაგრა იცეკვებს, აი ნახავთ თუ არა. შესანიშნავი პროექტია და ჩემთვის სიურპრიზი იყო სოფო რო გამოვიდა და ასაკვირველია მე ამას უთარ აგძურობ თავიდან ბოლომდე.